გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. კარგად მოგეხსენებათ, სოფლიო დუღილში არის. მართლაც დუღილში არის. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც დააპირდა სოფლიოს საზოგადოებას, რომ ის შეაჩერებდა ყველა ომებს, ყველაფერი შებრუნებით არის. ახალ-ახალი კერები წარმოიშვა ომების, ახალ-ახალი დაპირისპირებები, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკვე არა თუ მარტო კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ, არამედ მთლიანად შესაძლებელი არის გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში. მით უმეტეს უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც მან თავის თავზე აიღო, რომ უკრაინაში ის როგორც მოვიდოდა და გახდებოდა პრეზიდენტი, მაშინვე დაამთავრებდა ომს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. არის რაღაც ფარული გარიგებები, ასევე უკრაინაში კვლავ მარაგდება ტექნიკით და შეიარაღებით ამერიკის მხრიდან მთელი ეს უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები. ანუ არაფერი არ გაჩერებულა, არაფერი არ შეჩერებულა. აბსოლუტურად არანაირი ჯერჯერობით შუქი არ აჩანს იმისა, რომ სადმე რამე პროცესი, რომელი პროცესის საფუძველზეც ომები შეჩერდება, ამას ჩვენ ვიხილავთ, მაგრამ პირიქით არის ყველაფერი. აგერ ირანი აუფეთქა, იქით ვენესუელაში პრეზიდენტი მოიპარა, სასაცილოა. ადამიანები, ესე იგი 90-იან წლებში აქ ადამიანებს იტაცებდნენ და მე მიდიოდა ის რაღაც გარკვეული ჩარევები ქურდული სამყაროებიდან და რაღაც მის გამოსასყიდვები და აქ უკვე სოფლიოში ესეთი სასწაული, ეგეთი რაღაც არ მომთარა, არ მახსოვს. მე არ მახსოვს მაგალითად და სოფლიოს არ ახსოვს, რომ ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტს იპარავდეს. ანუ ტრამპი გახდა რაღაც საოცრების პრეზიდენტი და მოულოდნელობის პრეზიდენტი. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი, პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონ რამაზ, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმები მაყურებელს. სასწაულები ხდება, მოკლედ რა. ესე იგი, რასაც თქვენ აქ ჩვენთან ეთერში ამბობდით ადრე და რაღაც გარკვეულ ანალიზს აკეთებდით, და უკვე ეს ამის უკვე საქმეში მოყვანა დაეწყო ამერიკის შეერთებულ პრეზიდენტმა. რა ხდება ბატონო რამაზ და რას ამგვაქვს საქმე და რა არის კიდევ ახალ სურპრიზებს ასველოდებით ამ ასეთი დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტიდან, ტრამპიდან, არათუ მარტო სოფლიოში, არამედ კონკრეტულად დაუშვათ უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში. მე იმ თავიდანვე სულ ვიძახდი, რომ ეს ტრამპი არაადეკვატურია, თან ასაკშია, თან რაღაცა ვერ არის. თან ვერ არის, იმიტომ რომ აშკარად რაღაც თავის მიმართ ისე იმდენად განდიდების მანია სჭირს, რომ აი ესე სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი ეთყობა სარკეში დგას და აი რა მაგარი ვარ, ეგრე ძახის ყოველ დილას რა და სანამ მოვიდოდა, ეგრევე დაიწყო 2 დღეში დავამთავრებ, 1 დღეში დავამთავრებ ამ ომს, მერე 1 თვეში და 3 თვეში, 1 წელში. მაგრამ სანამ ეს ომი დაამთავრა უკრაინაში, დაიწყო 30 ომი. ხო, თელ სამყაროში და თან ეხა მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მორჩება ეს სიგიჟე, იმიტომ რომ მარტო ეს ტრამპის ხუშტურებზე არ დადის სამყარო, იქ ვიღაცები ამ ტრამპს უკან უდგანან, ვინც ამ ყველაფერს ასე ვთქვათ ხელს უწყობს. ეს ჯერ ერთი, იმიტომ რომ თვითონ ამერიკაში ყველა შტატში თითქმის აქეთა აქ ირანი. აქეთა აქ ის გამოსვლები და აქეთა აქ მთელი აურზაური. დაულაგებელი აქ კონგრესიც, აი ეხლა არჩევნებია მალე კონგრესში და კი ბატონო. აბსოლუტურად პირწმინდა წაგებული აქვს. სხვადასხვა რეიტინგი დაეცა.
როგორც ტრამპის ირწმინდად ასევე მთლიანად ამ რესპუბლიკელებს. ხო, ნუ ეხლა ესეთ სიგიჟებს აკეთებს, რომ ნუ ხალხი ეხლა ცოტა ადეკვატური კაცი ცოტა რო უყურებს ეს გიჟობებს რო აკეთებს. ეხლა მეც კი ვერ წარმოვიდგენდი იმ ხელა სიგიჟებს, რომ აი ახლა რაღაცებს დაიწყებდა რა. ნუ რაღაცები კი ვიცოდი ეხლა რომ ნატოს რო დაშლი და იმიტომ რომ ახლა ნატო თავის ამოწურა. ისე პრინციპი ამოწურა. ნატო იყო შექმნილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, აღარაა საბჭოთა კავშირი ახლა. არა, აქ არის მეორე მსოფლიო ომი რომ მორჩა, ევროპაში ამ შეიყვანეს ჯარები და ევროპა ფაქტობრივად საოკუპაციო ჯარები ყავთ ამერიკელებს და ნუ მე შენიღბეს რომ იქ რაღაცა ნატო და თქვენიანებიც იყვნენ ამ იმაში გაერთიანებაში, სადღაცას ომი რო დაიწყება, ერთად ვაომებთ რა. თორე სხვა დანიშნულება ნატოს არ ქონდა, ამერიკის ის დავალებები უნდა შეესრულებინა. ისევე როგორც საბჭოთა კავშირმა სტალინმა აკეთხარეს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში ჯარი ჩააყენა და გადაინაწილეს ფაქტობრივად რა. ანუ ახლა ახალი გადანაწილება. ეხლა მიდის ახალი გადანაწილება და არის დასწრებას ეხლა ნუ მაგას ვერავინ ვერ იფიქრებდა. ხო, ნუ ეხლა ევროპაზე ლაპარაკი არ არის, ევროპელები არიან ნუ დასაჭურისებული პოლიტიკოსები, რომლებსაც ტრამპი კი არა, მანამდეც twins იყო ამერიკის პრეზიდენტი, რასაც ეთყო და ეს უკანა თათებზე იდგნენ, მაგრამ ეს საერთოდ არ გაკიჟდა, იმიტომ რომ ეხლა გრენლანდია ვერ გავიგე რატო უნდა იყოს დანიის, იმიტომ რომ 500 წლის წინ რაღაცა ნავი მივიდაო, მაგათიო? არა, ეხლა ნახე რა ხდება. ბიჭო, ამბობენ რომ რუსეთი არის ოკუპანტიო, ხო და ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო და საბჭოთა კავშირსო დაპყრობილი ხო და ტერიტორიებიო. ბიჭო, ეს ამან ვენესუელა აიღო, ეხლა მექსიკაო, მერე ის გრენლანდიაო, მერე ის კანადაო. თავდა ბოლომდე ყველაფერს უნდა ეს არ არის ოკუპაცია კაცო. დაუბრუნდით. ევროპა არ არის ოკუპირებული? კი ბატონო, მე მოგიტყვი ჯარი ყავს იქ ოკუპირებული კი არ არის მარტო საოკუპაციო ჯარი ყავს ამერიკელებს ევროპაში. მე საერთოდ უკვე უყურებ ამას როგორ იცი რომ მარტო გადანაწილება და რაღაც ეს ასაკოვანი კაცების რაღაცა ომობანას თამაშს კი არ აგავს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, სადაც უკვე არანაირი საერთაშორისო სამართალი, რაღაცა იქნა გაერო, რაღაცა ეს ხო აი უკვე სისულე სიგიჟია, ხო რა გაერო. ჯერ კიდე კადაფი იძახდა, რომ ეს გაერო საერთოდ რა საჭიროა, რაც გაერო არსებობსო 65 ომი ჩატარდაო. ანუ გაერო ის პლატფორმა, სადაც უნდა მოილაპარაკონ ადამიანებმა, რომ თოფი არ ესროლონ ერთმანეთს. კი ბატონო. პირიქით, ხო, არაფერი არ იცვლება და პირიქით ეხლა ტრამპმა დაამტკიცა, რომ შუა საუკუნეების ფეოდალურ წყობაში გადაიყვანა მთელი სამყარო რა, უნდა ყოველ შემთხვევაში. ამითი რუსეთმა 100-0 მოუგო. როგორც მორალურად, ზნეობრივად, ისე საერთაშორისო სამართლით, სიმართლით მოუგო. კი, მართალია. და ეხლა სულ ფიქრობ რომ რატო არ ესვრიან არ ეშენიქს ეს რუსები, მაგრამ როცა დასჭირდებათ მაშინ ესვრიან, იმიტომ რომ ჯერჯერობით საზოგადოება დაინახოს რა ხდება რა. ბოლომდე გაშიშვლდნენ. ბოლომდე გაშიშვლდნენ და ბოლომდე გაშიშვლდებიან ეხლა ტრამპზე ხელი შეშლა იქნება? შევიდეს იმ გრენლანდიაში ეხლა, მაგრამ აინტერესებს ეს ევროპელები რა სიზავი. აი, სულ აინტერესებს. არ აღშფოთება, შეშფოთება. არა, შეშფოთება და აღშფოთება კი არა, ვერც ბედავენ რომ შეშფოთდნენ. აი, რაღაცა ლაითად, რაღაცას წაიწყმუტუნებენ, რაღაცას ისურველეს, იმიტომ რომ გასაღები ვერ მოუნახეს ამ კაცს როგორ ელაპარაკო. ან რა თემაზე, ან როგორ, აი, საიდანაც ხო უნდა მიუდგე, მაგრამ ეს არ ცნობს არაფერს, როგორც მე მინდა, აი ისე იქნება რა. აი ესეთი გაჯიუტებული კაცის პოზიცია. ეხლა რაც შეეხება ვენესუელას, მე აი გაუცებული დავრჩი რა. ესე იგი ვენესუელა თან მანამდე იყიდა სულ ყველა რა. იყიდა, ესე იგი ვენესუელის ჯარის 80% გაშვებული ყავდათ. აი მინისტრები არ ჩანდა, არ იყო კაცო. მინისტრები კი არა, არავინ არ იყო. პირადი დაცვა, არავინ არ იყო. ის კუბელები, ვინც იყვნენ, ის პირადი დაცვა კი არ იყო. ის პერიმეტრზე რაღაცას იცავდნენ და შევარდნენ ესენი ამერიკელები, ესე იგი აბსოლუტურად დაუცველი
ოჯახი შევარდნენ და იქ დამლაგებელი, იქ მებაღე ვიღაცები დახოცეს უყველა და მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. მე აი მიკვირს ეგეთი რამე, მაგრამ ცოლიც რო წაყვა, ცოლი არ მიყავდათ და ამის ცოლი აზე ხარ აი სულ ფიქრობ ხოლმე რა, რომ აი ეს სერიოზული თემაა რა, რომ ოჯახის ცოლსაც როგორ გვერდზე ედგა თავის ქმარს, რომ ბოლომდე წაყვა. ვით უმეტეს ამერიკის ციხეში ხო იცით ხა იქ საყოველთაოდ ცნობილია, ხო? საშინელებები. ხო და მოტრიალდა ეხლა და უყურე ხვალე რომ გაიგვიძებს, რა დაარტყავს თავში არავინ არ იცის და მთელი მსოფლიო დაძაბულია. იქ გრენლანდია, იქ მექსიკა, კუბა, იქ რა ქვია მექსიკაში, იმაში კიდევ რა ქვია, აგეთ კუბაში, კოლუმბიაში, იქით ხარეს, იქ რაღაც აფრიკაში, იქ რაღაც ის არის რაღაც არ მომწონს. იქ ირანში რექს გააკეთე. ეხლა ეგ ხო ჩვენ ხო აქ უყურებთ უკვე 1 წელია მეტი ამ აკაცუკებს ცეცხლი ოლიგარქიას და ერთ-ერთში აკეთებენ ირანში. ერთ-ერთში. მელოდიასაც არ ცვლიან, იმ მელოდიას რა, რაღაც ბარაბანი როობს და არ იქნება სამართა, იგივე ხო ირანულ ენას. ერთ-ერთში, ხო? და თან ემუქრება, კაცო, იქ ეხლა ჯერ ის შეაწუხა იქ თურმე ირანის მოსახლეობის იმან ჩაგვრა ტრამპი. აი შეაწუხა და ამან თუ ესურვე ეხლა ნახე რას გიზაო რა. ეხლა რა არის ბატონო რამაზ იცი? გასაგები ეს ირანი, ეს ვენესუელა, ნუ ახლა ვენესუელაში მე ყოველთვის როგორც სამხედრო სპეციალისტი მაქვს ეს კითხვები და ყოველთვის იქნება ეს კითხვები, იმიტომ რომ საჰაერო თადოთის სისტემები. არა, გამორთული ეს წინასწარ მოზადებული გაყინდეს. ეს ამასები, ეს არის თავისი, ესე იგი, რომელი სპეციალისტები იქ აღჭურვილი. ამავდროულად იქ არის ამის გარდა კიდევ იგლები, რომელიც ეს არის ეფექტური და ძალიან ისეთი ესა საჰაერო თადოთის გადასატანი რაკეტები. ამავდროულად იქ არის ავიაცია, რომელსაც უნდა ემოქმედა, მაგრამ ყველაფერი იყო გათიშული რა, აბსოლუტურად ჩააბარეს სამხედრო ხელმძღვანელობამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იქ ვიღაცები იყიდეს, ჩააბარეს საკუთარი პრეზიდენტი. აი რასაც ქვია ჩააბარეს რა. გაყინდეს ჩვეულებრივად ფული აიღეს მაგაში და ისე გაყინდეს. თუ არა და აგერ უახლოეს მომავალში გამოჩნდება იქ ყველაფერი. დღეს უკვე აღარაფერი აღარ იმალება. ექსპერტები ახლა სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტების ესე გამოვიდნენ ახლა რამოდენიმე დღის უკან თვითონ სპეციალისტებმა ისაუბრეს ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ძალიან კარგად აი ეს დალაგებული ჩვენი ექსპერტები თქო არა სპეციალისტებმა ამგენმა ყველაფერმა რომ ესე იგი რა შემთხვევაში მოხდებოდა ეს და აი რასაც თქვენ ამბობთ ახლა და რასაც ვიძახით რომ ეს გაყიდული რა თქმა უნდა რა თქმა მაგას ეხლა უბრალოდ უნდა შეხედოს სიტუაციას ესე ამის გარდა შიდა დაცვის ისინი წევრებიც არ არსებობდნენ არ იყვნენ გარე პერიმეტრი კი კუბელები რომელიც იცოდნენ ისინი დახოცეს იქ ავიაცია რომელიც შევიდა ვერტმფრენები რომელიც შევიდა უცხო ქვეყნის ვერტმფრენები შევიდნენ შეიჭრნენ საჰაერო სივრცეში არანაირი სიგნალმა არ იმუშავა ამასთან დაკავშირებით გამორთული პირდაპირ ჩაბარდა თავდაცვის სისტემა არ იმუშავა რა არის იცი ნახეთ ეხლა რა ვიცი შეიძლება ასეც მოხდეს რა მე მაგალითად უკვე რაღაცეა თუ გზნობ ამას ხო არ არის იმის საშიშროება რომ აგერ თურქეთში ააფრინონ ნატოს ვერტმფრენები და ესენი ჩასვათ მეშოქში და წაიყვანონ ყველაფერი შეიძლება ყველაფერი შეიძლება კი ბატონო რა რა დაარტყავს იმას თავში არა კი მაგრამ ამათი ჩასმარა ვის რაში ჭირდება მე უბრალოდ არც ესენი არ არიან ეხლა ისა რა ქვია ჩეგევარები რა ხო ვიცით ეხლა მაგათი მოყვანილები არ არიან ესენიც აბა საიდან მოვიდნენ ბიჭო ის ეხლა მე ფიქრობ ესე რა ეხლა მიდის ჩვეულებრივი გადანაწილება ვინ უფრო მაგარია. ეხლა ამ ვინ უფრო მაგარიაში მორალური მხარე და ზნეობრივი მხარე რუსებმა მოუგეს. რაც შეეხება სამხედრო მხარეს, იქაც 100-0 უგებენ რუსები. შეიძლება კი არა, ეგრეც არის
ეკონომიური მხარეში ძალიან სერიოზულად მოუგებენ ესენი ამერიკელები, იმიტომ რომ სხვა ეკონომიკა აქვთ და საბჭოთა კავშირი დაანგრიეს და 35 წელი ანგრიეს. და დღესაც ანგრევენ. დღესაც ანგრევენ და ვერ ანგრევენ. მაგრამ აქ რუსეთმა საკმაოდ სერიოზული მოკავშირეები ნახა რა, ჩინეთის სახით. კი. რომელსაც ჭარბი ფული აქვს, საწაიღოს არის, იმ ფულის შენახვასაც ფული ჭირდება. ამიტომ ეს ჭარბი ფული თუ ეს ჩინეთი სადმე წაიღებს აუცილებლად და ვიცით სადაც წაიღებს რა. ხო, ну რატომაც მის პარტნიორთან. რატომაც არა, მით უმეტეს პრობლემები აქვს იმ ამერიკელებთანაც და ну ევროპელებთან უკვე აღარავინ აღარ ლაპარაკობს და არც თვლია. მე არ მინდა რომ ჩინეთი იყო ჩემი მეზობელი და ჩემი მეგობარი, ამას ამბობს ეს კაცი. არა, მტრად მოიხსენიებს კაცო, პირდაპირ უკვე ყველას მოიხსენიებს რა ეს ჩემი მტერია, ეს ჩემი მეგობარი. მეგობარის არ არის. მონა, ეს ჩემი და ეს არის ჩემი მტერი. всё, მეტი არ ახლა მეგობარი რა თუნდა. თვითონ არის რა, მეგობარი და ყველა. ახლა ჩვენ ვამბობდით ყოველთვის და ვიძახდით, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები არის ეს ბუტაფორია ყველაფერი. არაფერიც გამკეთებელი არ არის ეს საერთაშორისო ორგანიზაციები. გამოვიდოდნენ ესენი აქ და აი ახლა ვენეციის კომისია რასაც გააკეთებს და ვენეციის კომისია მოკლედ ეს რასაც იტყვის იმას დავემორჩილებით და ვენეციის კომისია ყოფილა მსოფლიოში თურმე გადამწყვეტი კომისია რომელიც აი იმის ჭკუაზე დაკრუზა უნდა ესეგო. გამოვიდა ერთ შვენია დღეს ეს კაცი და ტრამპი და ვენეციის კომისიას დატოვა. ის ჯამოც დატოვა. აი ეს შავი კაცი რო არის იქ. და მათ შორის 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პიტაპიტ ესე რაფლის მაქნისები არ ყოფილა, ნუ აი. მაქნისები კი არა, უსაქმურების ის არის, რომელიც ფულს ჭამსოთ ყვილაო, კაცო, ჩვენო ფულს გვახევენ. გვაწერავსო ფულსო და ესე კი არ გამოვიდა. გამოძიებასაც იწყებს იქ ჩვენი ფული ვინ შეჭამაო რა. საწავიდა ფულებიო. ნუ ისე სხვადასხვა ყველგან იქეკება მან. გვაქეკავს ხა ძალიან ბევრ დიდ ფულებზეა, დიდ უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი. რაღაცა იმის ატმოსფეროს რაღაცა წნევის რაღაცა საკითხის შესასწავლად 50 მილიონი სადღაც აფრიკის რომელიც ნუ პირდაპირ ჯიბეში ჩადებული ფულები რა. ანუ პირდაპირ ჯიბეში. ბატონო რამაზ, ჩვენ გვეუნებოდნენ ყოველთვის და აი გვაჯანჯღალებდნენ რომ თქვენ ქვეყანაში კორუფცია გამეფებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ერი. ხო და გამოდის რომ ჩვენ კი არ ყოფილით, ჩვენ ანგელოზები ყოფილით მაგასთან შედარებით. კორუმპირებული ყო იმაში, რაც 1, 2 თუ 3 წელიწადია ყოველ წელს 1, 15-20 კაცი წერენ მარტო ევროპარლამენტში. აბა. მე იქ აღარ ვიძახი სხვა. ევროპარლამენტში და ეხლა ეს ევროპარლამენტი და მთელი ევროკავშირი უფრთხილდება ამ ბოროტ მასხარას, ამ იმას უკრაინის ბოროტ მასხარას რო ისინი არის. ამე რო თუ დაიჭირეს ეხლა ის დააღებს ყველაფერს. კი, მით უმეტეს უკვე იქ თავის მოადგილეებიდან დაწყებული ყველაზე საქმეებია აღძრული და ამერიკელებმა პირდაპირ ჩაუსვეს გამოძიება და ქექავენ, ხო? სადაც რა ფული წავიდა. მან გასკდება უზარმაზარი ბომბი, უზარმაზარი. სხვათა შორის ისა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შორის ტრამპმა მისმა პრეზიდენტმა მწვანე აუნთო პირდაპირ მწვანე აუნთო, ღარათო მარტო მწვანე აუნთო პირდაპირ დავალება მიცა ნაბუს. ეს ანტიკორუფციული არის ეს მაგი უკრაინის პრეზიდენტს არ ემორჩილება ეგ ნაბუ ხო და ამერიკელებიც არის ეხლა ამ ბოლო ხანებში სულ დაკომპლექტებული სულ ფებერის და ძირითადი ის არის მიმართულება და ძირითადი ქექვა 350 მილიარდი სად წავიდა ამას იძახის ხო თან ეხლა ამ ბოლო ხანებში ხო ნახე რა შესაძლებელი არის თუ არა შეხედე რა ხდება ახლა ახლა პირდაპირ მოდი თქვათ რა აქ ვიღაცებს არ მიადგენენ მიადგენს სულ ზელენსკის გარემოცვას ხო რა თქმა აბა მაგის გარეშე რო იქ ვერაფერი არ იქნებოდა ზელენსკის ყველაზე ახლოს დაახლოებულ პირს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ერმაკს დაახლოებულ პირს კი არა მე მგონი ერმაკი უფრო სერიოზული ფიგურაა ხო კი ვიდრე ზელენსკი ხო ეხლა გუშინ კიდევ ისა ერმაკის მძღოლის სახლი გაუჩხეკიათ ანუ კი ნუ არის თუ არა მოსალოდნელი რომ უმოკლეს ხანში თუ დაუშვათ ასე წავიდა პროცესები ზელენსკისაც მიადგნენ
ზელენსკის უკვე მიადგნენ. არა, პირადად ერმაკს რომ მიადგნენ, უკვე ზელენსკისაც მიადგნენ და მაქედან დაიწყეს საერთოდ რა. ამას ეხა ვირთხასავით არის გამოჭერილი, არც იციან რა უქნა. თავის თავს რა უქნა. მაგ ადგილს ეხა თავი უნდა მოიკლას წესით გაიგებო. ანუ მოკლად მაგენა რა. არა, ვერ კლავენ. ერო ლიდერებმა, აი ლიბერალურმა ლიდერებმა. ვერ მოკლავენ, თორე აქამდე გააგორებდნენ მაგას რა. იმიტომ რომ ამერიკელებმა რო დაიწყეს ქექვა და იქ რო ჩასვეს, ხელი არ მოკვიდოს ამას არავინ, იმიტომ რომ იმდენი რამე აქვს სათქმელი მაგას და იმდენი რაღაცები. რა თქმა უნდა, აბარა. მით უმეტეს ეხლა ესეთი კომპრომეტირებული და წაგებული ტიპი, როგორც ზელენსკია, ხო? უკვე ადვილი სამართავიც არის და თავიდან მე მახსოვს პირველი შეხვედრა რო ქონდა ტრამპთან ესე რაღაცა თითებით რო იმაში ტრამპს მე რო წამოვთქვამუნა თავში ხელი გაიგე ყველაფერი გეშლებაო კაიცი არ დაშავდი აქ რაღაცაზე და მოვიდა ჩასრული ეგრე მართალიდან თქვენ ბატონო რა ხა შეიძლება წააგო ადამიანმა თამაში წააგო ბრძოლა გაიგე და იმ წაგებული და ღირსეულად გამოხვინო ნუ ღირსეულად მაგრამ ამან ეს წააგო როგორ იცი აი ძალიან გამანადგურებლად აი თავის როგორ მოდის როგორ გამოდის ამ ბრძოლიდან როგორც კორუმპირებული როგორც თავის ხალხის მტერი როგორც ესე იგი ჯარისკაცების სისხლზე ნაშოვი ფული და კლიანობაში როგორც უკრაინის გამანადგურებელი. აი ასე მე ვიტყვი ესე რა. ზელენსკის ადგილას, ზელენსკის დღეს სამყაროში არავინ არ არის. ისეთი ცუდი რამე აქვს რა. თავის ქვეყანაში გენოციდი მოაწყო. ეხლაც კიდე ხო? ეხლა თან გააზრებულად არ თქვას ეხლა მე შეიძლება ვიღაცამ თქვას რა იცი ეს სახიო კლოუნია რა. კლოუნი არა, გააზრებულად დაიწყო. ყველა ნაბიჯი აქვს გადადგმული. ეგ ხო ინგლისელების აგენტია, ხო ყველა ვიცით რა. და ინგლისელების მითითებით აკეთებდა ყველას იმას, რა ქვია, ნაბიჯს, ყველა ნაბიჯი. მით უმეტეს უკვე რო ჩართეს ეს ევროკავშირი და ევროლიდერები და ეს ბაიდენის ბიჭიც გიყავდათ იქ წინ. კი, აბარა ის მაყურებელი იყო უკრაინის. ხო, ხო. ის იყო მაყურებელი, ყველაფერს უყურებდა, აბსოლუტურად. აი ესენი რო ჩართეს და პირდაპირ ჩაითრიეს ამ კორუფციაში და კისრამდე არიან უკვე აი ამ კორუფციაში, უკვე ვერ ხედავ რომ დაფეთებულები არიან რა. დაფეთებულები არიან, აღარ იციან რა ჯანდაბა მოუხერხონ ამ ზელენსკის და ამ თავის აი ამ უბედურებას რაც დაატრიალეს, ხო? იმიტომ რომ ამ ეხლა უყურე შეხვდნენ ეხლა რაღაცები, რაღაც გადარჩენის რაღაცა საბჭო თუ რაღაცები ლაპარაკეს, აი ხუი, მაგრამ როგორი ფუჭი ლაპარაკია, იცი? არც რუსები უსმენენ და არც ამერიკელები. ალბათმა რაც არ უნდა გადაწყვიტო. დიახ. არის ყინულზე დაწერილი, რა, დადნება ხვალე. არაფერი არ არის. არაფერი. ხო და თან შეთანხმდნენ რომ ჯარს შევიყვანთო ჩვენ რომ ესენი რომ შეთანხმდებიან ამერიკელები და რუსებიო მერე ჩვენო სხვადასხვა ფრანგებს უნდა ჯარის შეყვანა ფრანგებმა და ინგლისელებმა ჩვენ შევიყვანთ ჩვენ შევიყვანთ მაგრამ ეს არა ნახეთ ახლა საფრანგეთის და ინგლისის ჯარი რომ შედის იქ იმ ტერიტორიაზე სადაც ახლა მიმდინარეობს საომარი ქმედები ანუ უკვე ნატოს ჩართულობა არის ეს ყველაფერი უკვე ხო ნატო აღარ არსებობს ძალიან ცოტა არა აღარ არსებობს მაგრამ ამ წუთში ახლა არსებობს ჯერჯერობით ეხლა არსებობს მაგრამ რაც არ უნდა ეხლა ვარეშნიკი რო გლიჯოს ეხლა იმან რა ქვია პუტინმა იმას ბერლინს დამიჯერე რომ ამერიკელები არ ჩაერთვებიან მაგ საკითხში. არა. მეტი საქმე არ აქვს ეხლა იმ გერმანელების და ის მესაჯნომე ვიღაცების გულისთვის ისა რა ქვია არეშნიკი მიიღოს კიდე იქ თეთრსახლში. აჯანდაბა თუ. ის აწყობს თავის იმპერიას იწყობს. გუშინწი გამოიყენა რუსეთმა არეშნიკი, ეს იყო ნიკოლაევზე და ოდესაზე. ეს კადრები ნახე. ეს საპასუხო იმისა, რომ მაგის რეზიდენციაზე ისინი რო გაუშვა უკრაინულმა მხარემ. ძალიან ბინძური უპილოტო ისე, მაგრამ ნახეთ ეს არეშნიკი ისა თვითონ ბირთულიმით არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ბალვანკა იყო ასე. ხო, ჩვეულებრივი ბალვანკა და ახლა დამანგრეველი ისინი გამოეწვია, ხო? ხო, აბა ბირთული რო ყოფილიყო აღარ იქნებოდა ნახევარი ქვეყანა. არა, ნუ რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია და ნახეთ ახლა, მოდი ახლა ჩვენ სწორად შევხედოთ რა.
ის გეგმა, რომელი გეგმაც, ნუ ახლა რამოდენიმე გეგმა გამოჩნდა უკვე ამ ომის გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახლის ადმინისტრაციაში დაიწერა გეგმა ამ ომის შეწყვეტის შესახებ, ამავდროულად ევროპელებმა ცალკე გეგმა გააკეთეს, უკრაინამ ცალკე გეგმა გააკეთა და ერთი სიტყვით აბდაუბდა გეგმები, პირდაპირ უთხრა რუსეთმა, რომ ჩვენ არც ერთ გეგმას არ ვემორჩილებით. ხომ არ არის მოსალოდნელი რომ დაუშვათ კი ამ გეგმებზე არ დათანხმდება რუსეთის ფედერაცია, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და მისი პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ ვეუბნებით იმას, რასაც ვეუბნებოდით სანამ დაიწყებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე. კი ბატონო, ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ჩვენ ჩერდებით. არა ვაგრძელებთ. ხوار გამოიწვევს ეს ბოლომდე დაუშვათ კიევის და იქით ლვოვის იმას რა ქვია ასეთი გაჯიუტება და ასეთი ეჭვიც არ მეპარება მაგაში, იმიტომ რომ ის გეგმა იქ ვიღაცა იქ რაღაცას ის ტევე პირველი ცალკე რაღაცა გეგმას აწყობს აკაც ხო და ის თავარი ახეს რაღაცა გეგმას აწყობს და აღარ არსებობს თავარი გაქრა ეხლა ფორმულა აწყობს გეგმას და ცალკე რომ მოусმინო გაგიჟდები რა ის რომ ყავდა თარგამაზეს გუბოზა რა ყვა და გუბოზა რეები ლაპარაკა არა ეცი რა არის ეს არანორმალური სპეციალურად თავ ხომ ეს სწორად გამიგია რა სპეციალურად თავ ადრე რაღაც ნერვებზე ვიშლებოდა ეხლა სპეციალურად თავ თუ გინდა რომ გაერთო ვერთობი რა ნუ აი რა ვიცი მე ხა ნუ ეს რაღაცა პრობლემები ქონდა ამ ადამიანს ვიცოდით მაგრამ თუ ამ ხელა პრობლემები ქონდა არ მეგონა მე რაცა არა უკვე მოწყდა რეალობას მოწყდა რეალობას კი არა ღერძსაც მოწყდა ისინი ის პალესტინელო ის გამოიყენა ირანელი ეს ირანელები თავმომავლები არიან ხო და ნუ იცი როგორი თემა არის ნუ დავანებოთ ახლა ამ გეგმებს თავი ეს ყველა გეგმა ამ ყველა გეგმაზე უკვე წარმოდგენილიც ამაქვს რა რომ აი ეს როზიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთში და გენერლები ვიღაცები ხა და ეს გეგმები რომ მოაქვს და კითხულობენ სკდებიან სიცილით იმიტომ რომ არაფერი გეგმა არ იმუშავებს ერთადერთი გეგმის გარდა ის გეგმა არის რომელსაც უნდათ რუსებს всё მორჩა მიყვებიან მაგ გეგმას გინდა ეს გეგმა დიახ დანარჩენი იქ თქვენ იქ რაღაცა ადრე ხო ვითომ ათანხმებდნენ რომ აი ეს კი და აი რაღაცა საკითხში რაღაცას აი ამ კონსენსუსს ეხლა პირდაპირ არაფერი აღარ მაინტერესებს ეს კონსენსუსები მე მივდივარ ნუ გაჩერდებით ვიმოთ კაცო ნუ გაჩერდებით მე მივდივარ ჩემი გეგმა მაქვს ჩემი მიზანი მაქვს რასაც აუცილებლად აუსრულებს ცოდვა არის უკრაინელი ხალხი თვითონ ხალხი მე მოსახლეობა ბატონო რამას მომისმინეთ ახლა მე უკვე აი დღევანდელი გადასახედიდან იმდენად უკვე აღარ მტკივა გული მაგ ხალხზე და რატო ნახეთ ნუ არის ახლა რაღაც კონტინგენტი კატეგორია რომელიც მართლა უნდა სოლიდარობა გამოუცხადო მაგრამ ძირითადად როგორც უკრაინის ხელისუფლების ეს თელი შემადგენლობა და გუნდი არის ჩაფლული კორუფციაში, ასევე უკრაინის მოსახლეობის 70-80% კორუფციაში ჩაფლული უკრაინაში. ეხლა დაწყებული პრეზიდენტი და დამთავრებული გუბერნატორამდე კორუმპირებულია სულ ყველა აბსოლუტურად. ყველა რაღაცას ყიდის. ყველა საღაციდან ესე იგი ფული გამოაქვს. მოსახლეობა, რას აკეთებს ახლა მოსახლეობა ნახე. თუ სადმე იარაღი ჩაიგდეს ხელში რამე ჩაიგდეს იპარავენ იარაღს იმას და ყიდიან ქვეყნის გარეთ ყიდიან ტერორისტების ხელში ვარდება ეს ყველა გადასული არიან როგორც მოსახლეობა ესე ხელისუფლება კორუფციაზე მე არ ვიცი ხო ის ვინც გამოიქცა წამოვიდა იქიდან არა ისინიც სხვა თუნდაც ავიღოთ საქართველოს აგერ ახლა რამდენი ნარკო მოვაჭრე დაიჭირეს მეტი ნაწილი უკრაინელი აღმოჩნდა აქაურები აქ ვინც უკრაინელი აუ საშინელება არის ხო ასიამა ევროპაში მოითხოვენ გაიგე რომ აი მე იქ უკრაინელი ვარ და პატრიონობცე კი აი რას გეუბნები ნახე იმისაც რომ შენ იყო რაღაცა ცოტა თავშეკავებული რაღაც მართლაც რომ უზარმაზარ იმაში ხარ პრობლემებში ხარ გაიგე აგერ რას აკეთებ კიდევ იცი ახლა არის კატეგორია რომელიც ეჭიდაება და ეწინააღმდეგება ამ ქუჩაში გათოკვებს
ხო, ბიჭური, ასაკ. საშინელება ხდება, ხო? საშინელება. მაგრამ არის ოჯახები თურმე, რომლებიც ქმარებს მიერეკებიან სასაკლაოზე პირდაპირ, რომ ამოდენიმე $100,000 დაღუპვის შემდგომ კომპენსაციის სახით უნდა მიიღოს. ახლა ამგენმა რა გააკეთეს შეხება უკრაინელებმა, ხელისუფლებამ, რომ დაუშვათ მეტი დანახარჯში არ წავიდნენ, ეს დაღუპული ჯარისკაცები გადაყავთ უგზაუროდ დაკარგულში. ხო, რა, ვერც პოულობ ახლა. რაღაცა დიდ ხილის გააყრიან, გადააყრიან ესკავატორით მიწას და დამთავრებული საკითხია. ანუ რა დონეზეა კორუფცია, ხო ხედავ უკრაინაში. და ჩვენ კიდევ აი არა მე და თქვენ არა, მაგრამ ეს აკაცუკები, გაიგე, ეს მარლა რა ვთქვა ამ ადამიანებს, ამათ სახელებიც აღარ არის უკვე ისეთი, რომ მაგას ამ ადამიანებს სახელები მოარგო, ხო? ეს არის ფსიქიკური. ხო ჯერ თავიდან რაღაც სასწაულად, მოკლედ არიქა, უკრაინა და ჩავედით მოსკოვში უკვე. ომი მოვიგეთო რა. ომი მოვიგეთო, კაცო. ხო? მე რა დროშების ყვითელი დროშების ფრიალი, გაიგე, თელი ამბები და ჩვენ მოღალატეებს გვიზახოდეთ. შენ, მე და ჩვენაირებს. ეხლა სად არიან ეხლა? გამოვიდნენ. ჩუბად არიან, მაგრამ დიახ. დამიჯერე რომ ვიღაცებს რო ჩავრთავ ხოლმე, რომ მართლა იძახიან კაცო. მართლა ან გიჟია, ან ფულს იღებს ამაში, ან ბრიყო დებილია მაშინ რა. ოიცა ეხლა უკრაინა ნახე რას უზავს. შენ დებილი ხო არა? ახლა სამბობი კაცო. ხო, რა უკრაინა მთელი სამყარო ეომება და დედაუტირა გადაუვარა ტანკით. რა უკრაინა რაზე არის საერთოდ ლაპარაკი? საიდანაც ვლადივოსტოკიდან რაღაც რაკეტა გამოუშვა და ქარხანა აუფეთქა იმაში. კიევთან. ნუ აი ხა იცი როგორი თემა არის? აი მე არ მესმის. აი მაგ პინგვინების გასაგონად ვინა თქვა, აი პინგვინები არიან მაგენი. რომ გინდოდათ ქვეყნის დაღუპვა გინდოდათ და საქართველოს მოსახლეობის განადგურება გინდოდათ. თქვენი ინტერესი ეს იყო, მეტი არაფერი არ იყო და ახლაც არის ეს თქვენი ინტერესი. აი ახლაც. ერთი სული გაქვთ და ჩასაფრებული ხართ. იქნებ რაღაცა შანსი მოგექცეთ, რომ იმისა რომ ქართველი კაცი გაანადგუროთ და ქვეყანა დაანგრიოთ. ამის ამაზე ხართ ჩასაფრებული. გაბოროტებულები არის. მეტი ვარესები არის კიდევ, ხო? ამხელა ფაქტების წინაშე დადეკეთ. თქვენ უტვინუებო და თქვენ ანტიქრისტეებო. ამხელა ფაქტების წინაშე, ხო? ხალხს კიდევ ასე აბოთავებთ, გაიგე? აი ხალხს, ეხლა რაღაცა რამოდენიმე კაცი გამოდის, ეგეთი 20-25 კაცი აღარ გამოდის, გაიგე, მაგრამ იმათაც რომ манипуლირებენ იმ ავადმყოფებზეც, გაიგე, და აი ეს ავადმყოფების რო გამოყავთ, გაიგე. კი გამოყავთ, მაგრამ ვიღაცები იქ უბნებში და იმაში კიდე დადგება და მაღაზიაში, რომ აი ეხლა უკრაინა ნახე რა. იცი როგორი თემა არის? უნდა გამოიყვანო და ღონიერი პანღურით უნდა. აუგეს რომ მატრახის ქვეშ უნდა ყავდეს. იცი რა, რატო უყურე შენ უბიძგებ ვიღაცას ტვინს უტრიალებ. აი გამოუცდელ ადამიანს რა. თავისი შვილი, აი მოდი ვკითხოთ რა, შენი შვილი სად არის? ან შენი ქმარი სად არის? ან ძმა სად არის? რატო არ ეხმარები უკრაინელებს? გაუშვი იქა რა. ხო არიან ჩვენიანები? გაუშვი. არა, შენიანი გინდა ლონდონში რო ცხოვრობდეს შენი შვილი. გაიგე, და იქ ამერიკაში სადღაცას და ჩემი შვილი გინდა რო აო. ჩემი, გაიგე, რომ შეწირო. გაიგე, ეს არის პირდაპირ შეწირვა. სვერტ შეწირვა არის ეს. მთელი ნატო ეომება ვერაფერს ვერ უშვება. პირიქით. დედაუტირას უყოლას რა. ეხლა ბატონო რამაზ. ეხლა შენ გინდა რომ საქართველოსთან აქედან რაღაცა შევუჩხიკინო. ნახეთ ეხლა ჩვენ აი აქ ვინდა რა, აქ ჩვენს მდგომარეობას შევეხო, კაცო. მე ცოტა არ იყოს ძალიან ისეთი ისა მაქვს, ძალიან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ კარგი ამბები არ მოხდება, თუ ასე გაგზავნა. რა თქმა უნდა არ მოხდება. თუ ასე გაგზავნა. ეხლა ნახეთ, ალიევის განცხადებები, ხო? და როგორ ჩვენ უკვე ნელა-ნელა ჩვენ ჩაჩოჩებას სტილოს გვეძეთ და საქართველოს დარჩება თამაშგარეთო და ეს დერეფანი თვითონ მიაქვს, ხო? ეს ერთი. მეორე. ბიჭო, ამხელა სოფლიო ეომება ამ ქვეყანას, ხო? რუსეთს, გაიგე? მთელი ნატო თქვენთვის არ იყოს და მთელი ეს კოლექტიური დასავლეთი, ხო? თუ რამე რესურსი იყო და ყველაფერი ჩადვეს მან, მაგომში. არაფერი აბსოლუტურად იქ დაუშვათ, აი რაღაცა ძველი თუ რამე ახალი რესურსი იყო და ყველაფერი ჩადეს. ზრვაც ვერ უხდეს, ხო?
ფეხიც კი ერთი ნაბიჯისას უკვე მე პირიქით გაძლიერდა რუსული ეკონომიკა, პირიქით დაიხვეწა სამხედრო მრეწველობა, პირიქით მეტი ბრძოლის უნარიანი გახდა ქვეყანა გადავიდა. ხო, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები და მეტიც ახალი ტიპის რაკეტები გამოუშვა, ხო? ერთი რაკეტაა საჭირო საქართველოსთვის და გაქრება საქართველოს. ერთი არეშნიკი. საკმარისი არის. დღეს ეხლა მაინც ხომ არის დრო იმისა, რომ აემხელა შესაძლებლობის ქვეყანა, რომელიც შენი მეზობელი არის, აგერ. შენი მეზობელია. და არა რაღაცა იქით შორი გზიდან რომ შემოვარ. პირდაპირ აი მიდიხარ მაგასთან, ხო? ეხლა მაინც ხომ უნდა გადადგა ნაბიჯები და დაიწყოს დიალოგი რუსეთთან და ან რატომ არ იწევენ დიალოგს რუსეთთან? რა ხდება? რატომ არის ეს რაღაც მოჯადოებული მასში ვიყოფები? ვინ უნდა დაიწყოს? ჯერმაქედან დაუწყოს. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ვინახია? საგარეო საქმეთა მინისტრი არავინ არაფერს არ ეკითხება, კაცო. იმას ასაც დაუწერეთ იმას. ბიზინამ უნდა დაიწყოს, ბიზინამ. სად არის მე? ბიზინამ ხელები დაიბანა, მე არა ვარო, კაცო, საერთოდ არ ვერევია. როგორ არა, კაცო, ის არის საპატიო თავმჯდომარეა იმისი მართველი გუნდის და ისთან ბატონო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება და როგორ ხდება. უბრალოდ ხელს არ აწევს არაფერს. აბა ასე უპატრონოთა ვართ? უპატრონოთა ვართ კი არა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ძალიან უპატრონოთა ვართ, ხო? კი, აი იცი როგორ ძალიან ცუდ მოდი ეხლა ესე დავიწყოთ რა. კი. მორალური მხარე ავიღოთ, ზნეობრივი მხარე არ ვიღოთ. ავიღოთ ის მხარე, რომ ჩვენ როგორც ერი უკვე მოკვტავიერი ვართ რა. და უნდა გავმრავლდეთ და მოჯიშიანდეთ. გვჭირდება ერთადერთი ქვეყანა რუსეთი, მეტი ვერაფერი ვერ გვიშველის. ვერც ეკონომიკურად, ვერც სამხედრო შეგვჭამენ. სომხეთი შეგვჭამს. ხო ამხელა? სომხეთი შეგვჭამს. კი, ჩასაფრებულია შეთაშორის. მარტო ჩასაფრებული, მარტო სომხეთი? აზერბაიჯანი, სულ ყველა. თურქეთი. ერთმა დაიფაროს, რომ რუსეთს რამე მოუვიდეს. ჩვენ მარტო ზემოთ მხრიდან ეს ჩეჩენები და დაღესტნელები შეგვჭამენ. იცი რა არის? გაზრების წესით დღეს ტელევიზორს რო ჩართავ, მარტო მაგაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ადამიანებს უნდა გაანათო, უნდა აუხსნა სათხარში გეოგრაფიულ, უნდა დაუხატო, რუკა უნდა დაუდო. აი, რუკა უნდა დაუდო. და აგერ არიან ეკონომისტები, აგერ არიან სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, აგერ არიან სულ ყველა. ხო? დიახ. ბიზნესმენები მოიყვანე და კითხე როგორ შეგვიძლია ქვეყანა ამოუწიოთ რომ ამოვისუნთქოთ რანაირად შეგვიძლია ევროკავშირით თვითონ რო დალპა თუ რუსეთით აი იცი არ გვინდა რა ხა რაღაცა ბლა 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 და ეს გუბაზა სანიკიძე დაждდება და ეს პავლენიშვილების შახები არის რაღაც ეგ სისულელეების ირანელები გამოვიდა ლაპარაკი არა ეს ნაციონალები ირანელები ყოფილი რაღაცა სისულელეების ლაპარაკი არა უნდა დავამთავროთ ეს რა ბოლო რა და ცოტა უკვე გამოფხიზლდეთ ესე მოდუნებული ესე იმის მდგომარეობაში ვართ. გამოფხიზდეთ, იმიტომ რომ გარშემო ყველგან ცეცხლიანთია. ყველგან. და მთელი სამყარო ზის დენთის კასრზე. და ჩვენ აქ უყურებთ ვიღაცა იმას გასიებულ გუბაზას დაждდება და იცით რა აქ ის შახების ჟენაკო და ის აქეთ რა ხო არ გაგიჟდით ხალხო. რა ამერიკა? სად არის ამერიკა? აი როგორ წარმოგიდგენია ეხლა შენ რომ ამერიკელებმა ეხლა ტრამპმა რომ საქართველოში ფული ჩადოს. არა კაცო. ხო გამორიცხული. აი საერთოდ როგორ არის იცი? ეხლა უკვე გახდა ძალიან მარტივი რა. არანაირი საერთაშორისო რაღაცა კანონები, რაღაცა წესრიგი, რაღაც აღარ არსებობს. არის ვინც ძლიერია იმისია რა. მე ესე მინდა პრინციპია რა. მე ესე მინდა პრინციპი დაფუძნებული არის ეკონომიკა ფულზე. ჩვეულებრივი აი ეს მე მინდა აი ეს ოქროს მომპოვებელი ქვეყანა რა. იქ თუ სიტყვაზე არ დაემორჩა ვენესუელაში გაუკეთა ისა ნაციონალიზაცია აი ეგ და რატო შევარდე? მე თვითონ წაიღო. ხო და რატო შევარდე? რა ავი იქ მოსახლეობას ჩაგრავსო რა, აი ესა.
ვენესუელის მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნოს, როგორც ლიბიის მოსახლეობამ იგრძნო. აღარ არსებობს ლიბია, დაანგრიეს, ვაფშე აღარ არსებობს. ისე ძალიან მალე იგრძნოს ვენესუელას მოსახლეობა მათთან ურთიერთობას. ჩვენ არ უყურებთ, არ სწავლობთ რა, კადაფი შეკრიბა მთელი აფრიკა და მთელი არაბეთი და უთხრა ჩვენ გვაქვს ყველაზე ბევრი რესურსიო და ჩვენ ვაფშე დოლარს ჩავახსნათო და ვაფშე ჩვენი ოქროს ფული გამოუშვათ, იმდენი ოქრო გვაქვს. მეორე დღეს დასხეს რა. ესე იგი, ისე ქონდა აწყობილი, ქვეყანა ქონდა აწყობილი. ბატონო რამაზ, სადაც კი ამერიკის შეერთებული შტატები შევიდნენ, ავიღოთ ნებისმიერი ქვეყანა. იქ არათუ უკეთესობისკენ, უარესობისკენ წავიდა ყველაფერი აბსოლუტურად. უარესობისკენ. აი წურბელას რომ ადამიანს იმასიან მიაწეპებენ და წოვს ის სანამ არ მოაცილებს ბოლო აი ზუსტად ეგრე არის და შედის იმიტომ რომ რა დემოკრატია რისი დემოკრატია რასის თავისუფლება რისი ეკონომიკის გაზა შედის იმიტომ რომ მას უნდა სიმდიდრე ამბობს ეს პირდაპირამას გქოს ეს ნამდვილი მე მინდა აი ეგ ირჩევ მინდა აქ ეს მინდა პირდაპირ ახლა ფარულად პირდაპირამოს აი ეგ ამას ყველაფერს ბატონო ამას ჩვენ რომ მოიწურა მადლობთ ეს საინტერესო საუბრისთვის საინტერესო ანალიზის და დაველოდოთ მოვლენების განვითარება. ისე სწრაფად მიმდინარეობს ყველაფერი რომ ძალიან დაველოდოთ, რა ვიცი, შენია იმის რაღაც არ მოფრინდნენ ფრენები. მე მეშინია, მე ამათ მაიკითხოს. ხილათ იყავით, მე კიდევ ვიმეორებ, ხილათ იყავით. ამიტომ დროულად გადადგეთ ნაბიჯს და დაიწყეთ პირდაპირ დიალოგი. აგერ მეზობელთან, კაიგე, რომელიც გადაგარჩენთ. მე შოკებში ჩასვლასაც და ვერთ ფრენებით შემოსვლასაც, კაიგე, დაშია საქმე. ხილათ იყავით. ძვირფასო ტელემაყურებლებო კარგად მანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად მზამდებოდეთ.